მთის საჩუქარი ბარს მზიურმა ტრადიციულ კულტურულ საღამოს უმასპინძლა მზიურში მის უსტუმრებს ფოლკლორული სიმღერების მთიელი პოეტების შემოქმედებისა და მთის წესჩვეულებების გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ღონისძიებაზე შემსრულებლები საქართველოს ყველა მთიანი რეგიონიდან ჩამოვიდნენ. საღამოზე ხალხური რეწვის ნიმუშებიც იყო წარმოდგენილი. მთის საჩუქარი ბარს თბილისში 2007 წლიდან ტარდება. მისი მიზანი მთის კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარება. საღამო ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის თემა ფუნქციაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ვისაც უყვარს ბარელოს მთა მოდიან ლამაზი საღამოსათვის ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა ამას, იმიტომ რომ ხელსურეთს მართლა გაცდა და თვითონ გვირეკავენ სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები, რომ ჩვენც გვინდა მონაწილეობა და ჩვენ უარს არავის არ ვეუბნებით და შესაბამისად იმიტომაც არის, რომ აი უკვე 50-მდე არის მონაწილეთა რიცხვი გასწრებული. არ უნდა დარჩეს მიტოვებული ადამიანებისგან და იმ ერისგან, იმ ღვთაებრივი ძალისგან, რომელიც მათ შექმნეს და საერთოდ ტრადიციულად დაემკვიდრეს იქაური წესჩვეულება, რომელიც ჩამოიტანეს ბარში და გააცნეს საზოგადოებას, რომელიც ყველასთვის მთავარია, ეს არის ქართული წესი და ადათი.